საზარელი მგლები, რომულუსი და რემუსი 1 წლის გახდნენ, თუმცა მათი სახეობა 12500 წლის წინ გადაშენდა. ბიოტექნოლოგიური კომპანია Colossal Biosciences მეცნიერებმა გადაშენებული მგლის სახეობის 13000 წლის კბილისგან და 72000 წლის თავის ქალისგან ამოღებული დნმ-ის საფუძველზე რუხი მგლის გენომი შეცვალეს და მიღებული გენეტიკური მასალა სუროგატი ძაღლის საშვილოსნოში მოათავსეს. ასე დაიბადნენ თავიდან გადაშენებული საზარელი მგლის ლეკვები. აბსოლუტურად საოცარი და ლამაზი იყო იმის ყურება თუ როგორ გაიზარდნენ და განვითარდნენ რომულუსი და რემუსი ამ უზარმაზარ მგლებად. ისინი ახლა 1 წლის არიან და 120 ფუნტზე მეტ იწონიან. საოცრად გამოიყურებიან. ჩვენ მათი ნადირობა და პირველი მსხვერპლის კი ვნახეთ. იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური სისხლი, რომელიც ყველა ჯგუფთან თავსებადია. სინთეთიკური სისხლის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე 2 წლით, სპეციალური ტემპერატურის დაცვით კი 5 წლით შეიძლება. პაციენტებზე სისხლის გამოცდა 2022 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში კი საცდელი სისხლის დოზა გაზარდეს. თუ ცდები გაამართლებს სისხლის დონორის პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებს უდგათ, მთლიანად აღმოიფხვრება. ამ რობოტ ბაჭიებს განსაკუთრებული მისია აქვთ. მათ ფლორიდის ფაუნა უნდა გადაარჩინონ. რობოტ ბაჭიებს ამისთვის ყველა საჭირო კომპონენტი აქვთ. მუშაობენ მზის ენერგიაზე, გამოსცემენ სითბოს და კურდღლის სუნს. იმართებიან დისტანციურად. აღჭურვილი არიან კამერით, რომელიც პითონის მოახლოებას აფიქსირებს. რის შემდეგაც ადგილზე პითონზე მონადირე მიდის და ქვეწარმავალს იჭერს. საშუალო დონის პროფესიონალ პითონზე მონადირეს 10 საათი მაინც სჭირდება, რომ ერთი პითონი იპოვოს და დაიჭიროს. ჩვენი პროგრამის მონაწილეებს 11000-მდე პითონი ჰყავთ დაჭერილი, რამაც 120.000-მდე საათი წაიღო. ბირმული პითონები სამხრეთ ფლორიდის ტერიტორიაზე ხელოვნურად გამრავლდნენ. ისინი თავიდან შინაური ცხოველები იყვნენ, მაგრამ პატრონებმა შემთხვევითან განზრახ ბუნებაში გაუშვეს. რის შედეგადაც ისე გამრავლდნენ, რომ თითქმის ბოლომდე გაანადგურეს ცხოველთა ადგილობრივი სახეობები. ადგილობრივი ძუძუმწოვრების დაახლოებით 95% განადგურდა ნაციონალურ პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პითონების შემოსევის გამო. გემზე, რომელიც 1715 წელს ჩაიძირა, მყინთავებმა $1 მილიონ მეტი ღირებულების ოქროსა და ვერცხლის მონეტები იპოვეს. ესპანური საგანძური ფლორიდის შტატში სანაპირო ზოლის იმ მონაკვეთზე აღმოჩნდა, რომელსაც განძის სანაპიროს ეძახიან. მონეტების ჯამური რაოდენობა 1000 საჭარბებს. ისინი სავარაუდოდ ბოლივიაში, მექსიკასა და პერუს ესპანურ კოლონიებშია მოჭრილი. ამ ამბის უდიდესი წილი არტეფაქტების აღმოჩენაა. ჩვენი ყველაზე დიდი გატაცება ისტორიაა. იმის გაგება თუ რას ვპოვლობთ და პოტენციური ცვლილება იმისა, რაც წიგნებშია დაწერილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ადგილას მყინთავებმა საგანძური აღმოაჩინეს. ისტორიული ცნობით 1715 წლის 31 ივლისს ქარიშხლის გამო ამ ტერიტორიაზე ფულითა და ოქრო ვერცხლით დატვირთული მთელი ესპანური ფლოტილია ჩაიძირა. ეს წყლის დინოზავრია, რომლის ჩონჩხიც ბრიტანეთის სანაპიროზე 21 წლის წინ იპოვეს, მაგრამ სახელი მხოლოდ ახლა დაარქვეს. მეცნიერებმა აღმოჩენა იქთიოზავრების ახალ სახეობად დააიდენტიფიცირეს და მას ხმლისებრი დრაკონი უწოდეს. ხმლისებრი დრაკონი ბრიტანეთის სანაპირო ზოლში სავარაუდოდ 193 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. იყო 3 მეტრის სიგრძის, იკვებებოდა თევზებით და კალმარებით.